ფერმერული წარმოება ნარჩენების გარეშე. რა არის სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები? სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები წარმოადგენს სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, ასევე სურსათის წარმოების პროცესში წარმოქმნილ თამდევ პროდუქტებს და ნარჩენებს, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე არაორგანული. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების რამდენიმე ძირითადი წყაროა. ესენია: სასოფლო-სამეურნეო წარმოების და ფერმის ნარჩენები, მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ბიომასა, ნაყოფის ქერქი და ნაჭუჭი, მაგალითად სიმინდის ჩალა, ხორბლის ნამჯა, თხილისა და კაკლის ნაჭუჭი, მავნებელ დაავადებებისგან დაზიანებული პროდუქტი, მაგალითად ხილი და ბოსტნეული, რომელიც არ აკმაყოფილებს ბაზრის სტანდარტს ან ფუჭდება შენახვის დროს. აგროქიმიკატების ნარჩენები, როგორიცაა ნარჩენი პესტიციდები, ჰერბიციდები, სასუქები და მათი შესაფუთი მასალა. მეცხოველეობის ნარჩენები, მყარი და თხევადი ნაკელი, ცხოველთა გვამები, სასაკლაოს ნარჩენები, რძე და რძის პროდუქტები, თევზის გადამუშავების ნარჩენები, სოფლის მეურნეობის გადამუშავებისა და შეფუთვის ნარჩენები, როგორიცაა საკვების გადამუშავების ნარჩენები საკონსერვო და გადამამუშავებელი ქარხნებიდან, შესაფუთი მასალები, პოლიეთილენის პარკები, ბოთლები და კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების არასათანადო მართვის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ნარჩენებმა უარყოფითი გავლენა იქონიონ გარემოზე. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების არასასურველმა გავლენამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის დეგრადაცია. ნაკელის ან მოსავლის ნარჩენების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსზე, შესაძლოა შეამციროს ნიადაგის ნაყოფიერება. პესტიციდებისა და სასუქების ნარჩენებმა შეიძლება გააუარესონ ნიადაგის ხარისხი, რაც გავლენას ახდენს მიკრობულ აქტივობასა და მცენარეთა ზრდაზე. ნარჩენების არასათანადო განადგურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ნიადაგის ეროზიას. პესტიციდები, ჰერბიციდები და სასუქები შეიძლება მოხვდნენ მდინარეებსა და ტბებში, რაც იწვევს წყალმცენარეების აყვავებას, ამცირებს ჟანგბადის შემცველობას და ხოცავს წყლის ორგანიზმებს. მეცხოველეობის ნარჩენებს შეუძლიათ პათოგენებისა და ჭარბი საკვები ნივთიერებების შეტანა მიწისქვეშა წყლებსა და სასმელი წყლის წყაროებში. დაშლილი ნაკელი და აგრარული ნარჩენები გამოყოფენ სითბურ აირებს, მეთანსა და ამიაკს. საზიანოა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვა. მაგალითად, 1 ტონა ხორბლის ნამჯის ღია წესით წვისას გამოიყოფა 54-დან 64 კილოგრამამდე ნახშირორჟანგი, 6-დან 11 კილოგრამამდე მყარი ნაწილაკები და 1,3-დან 2 კილოგრამამდე მეთანი, რაც იწვევს ჰაერის დაბინძურებას. საქართველოს კანონმდებლობით მიწის ნაკვეთის განზრახ-გადაწვა დასჯადიქმედებაა. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით დანაგვიანებას გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია ბიომრავალფეროვნებისთვის. ნარჩენების ნაგავსაყრელად მიწის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გაანადგუროს ბუნებრივი ჰაბიტატები და შეამციროს ბიომრავალფეროვნება. პესტიციდებისა და სასუქების ქიმიურმა ნარჩენებმა შეიძლება მოწამლოს დამამტვერიანებლები, მაგალითად ფუტკრები, ასევე ფრინველები, წყლის ორგანიზმები და გაზარდოს ტოქსიკურობა ველურ ბუნებაში. სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაშლისას გამოიყოფა მეთანი და აზოტის ოქსიდი, რომლებიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. როგორ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და მისი ხელახალი გამოყენება? სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების მართვა შესაძლებელია მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გამოყენებით, რაც შესაძლებლობას შექმნის ერთის მხრივ შევამციროთ მდგრადი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან მიყენებული გარემოზე შესაძლო ზიანი და ამასთან შექმნა დამატებითი ღირებულება მათი გადამუშავების გზით. სოფლის მეურნეობის ნარჩენების ეფექტური მართვა გამოყენების მაგალითებია კომპოსტირება და ნიადაგის გაუმჯობესება, მცენარეული ნარჩენები, ნაკელი და საკვების გადამუშავების ნარჩენები შეიძლება დაკომპოსტდეს საკვები ნივთიერებებით მდიდარი ორგანული სასუქების შესაქმნელად. ანაერობული გარდაქმნით, ნაკელი, მცენარეული ნარჩენები და სურსათის ნარჩენები შეიძლება დაიმალოს უჟანგბადო არეში მეთანის წარმოსაქმნელად, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება როგორც ნარჩენების ენერგოობიექტების საწვავი. სოფლის მეურნეობის თამდევი პროდუქტები, როგორიცაა სიმინდის ნაქუჩი, შეიძლება გარდაიქმნას ბიოსაწვავად ან გამოყენებულ იქნას ენერგიის წარმოებისთვის.
სურსათისა და აგრარული ნარჩენების ხელახლა გამოყენება შესაძლებელია მეცხოველეობისა და აკვაკულტურის საკვების მისაღებად. ასეთი ნარჩენებია სიმინდის ღეროები, ხორბლის ქატო, ხილის კანი და სხვა. თევზის ფერმებს შეუძლიათ გამოიყენონ გადამუშავებული ორგანული ნარჩენები მდგრადი აკვაკულტურის საკვების შესაქმნელად. ქაღალდი და შესაფუთი მასალები, ბოჭკოვანი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები ხელახლა გამოიყენება ქაღალდის წარმოებაში. ტექსტილი და ბიოდეგრადირებადი პლასტმასი, ბამბის ნარჩენები და სხვა მცენარეული ბოჭკოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილად. ბიოპლასტმასები შეიძლება მივიღოთ სახამებლით მდიდარი ნარჩენებისგან. წყლის დაზოგვასა და დაბინძურების კონტროლს შეიძლება მივაღწიოთ ხელოვნური ჭაობებით. მცენარეებზე დაფუძნებული ფილტრაციის სისტემების გამოყენებით სასოფლო-სამეურნეო ჩამდინარე წყლების გასაწმენდად. ნაკელის მართვის სისტემები აკონტროლებს მეცხოველეობის ნარჩენების ჩამონადენს სათანადო შენახვისა და დამუშავების ობიექტების მეშვეობით. ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკით ფერმერებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ბიოენერგიის, შესაფუთი და ცხოველთა საკვების მწარმოებლებთან ნარჩენების ხელახლა ეფექტურად გამოყენების მიზნით.